გამარჯობა ჯავო. როგორ შთაბეჭდილებას ვტოვებთ უცხოეთის თვალში? ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე 2019 წლის პრესის თავისუფლების სოფლიო ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ერთი საფეხურით დაწინაურდა და 180 სახელმწიფოს შორის მე-60 ადგილზე ვართ. ვა! ნორმალურია. მაგრამ ჩემი აზრით გვარამიას ბოლო დროს გავრცელებული გინებები არ იციან, მაგრამ თორე ათეულში შევიდოდით. რეგიონში რა ვითარებაა ჯავახ? სომხეთი 71, ჩვენს ქვემოთ ერთით, რუსეთი 159, თურქეთი 157, აზერბაიჯანი 166. ანუ რეგიონში ყველაზე თავისუფალი პრესა გვაქვს ჩვენ. აი, ერთადერთი ეს აფგან მუხთარლის საქმე აფუჭებს რეგიონის სიტუაციას რა. თელ რეგიონს ხო? თელს რეგიონს წარმოიდგინე, აფგან მუხთარლის საქმე რო არა. აზერბაიჯანი ასეულში იქნებოდა. საქართველოს 20-ულში. არაკრიმინალური ქვეყნების რეიტინგში 1-10 საფეხურით წინ წავიწევდით. და საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშიც 1-10 გვერდით პატარა იქნებოდა. მოკლედ არ უნდა მოგვეტაცებინა ის პატიოსანი კაცი. და ჯავა, თავისუფალი პრესის ქვეყნების რეიტინგის პირველი ათეული როგორია? ნერვების მომშლელი. რას გულისხმობ? ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ჰოლანდია, დანია. აი, ყველაფრის რეიტინგს ესენი ლიდერობენ. ყველაზე განათლებული ქვეყნები, ყველაზე დემოკრატიული ქვეყნები, ყველაზე არაკორუმპირებულები, ყველაზე ბედნიერები, სულ ყველა რეიტინგში ესენი არიან. მართლა ვერ ხვდები, რომ აი რა ესაქმებათ ამ დედამიწაზე, აი. წავიდნენ მარსზე დაგვანებონ თავი. ხო ხედავთ, რომ ამოწურეთ თქვენი შესაძლებლობები აქ. ბიჭო, ტვინი გაბურღეს ამ სკანდინავიის ქვეყნებს. რანაირად უნდა გაასწრო ხე დანიას და ნორვეგიას და იმას და რამე ისეთი რეიტინგები მოვიგონოთ, სადაც ტოპ ადგილებზე ეგეთები არ იქნებიან რა, მაგალითად დემოკრატიის ინდექსი მართლმადიდებლურ ქვეყნებში. ან ყველაზე პრესის თავისუფლების ინდექსი ქართულ ენოვან სახელმწიფოებში. უბედურ ქვეყნებს შორის ბედნიერების რეიტინგი. რა, სამი რეიტინგი უკვე საკმარისია. პრესის თავისუფლებაში ბოლო ადგილზე ალბათ ჩრდილოეთ კორეაა, ხო? რას ამბობ, მიშა? ჩრდილოეთ კორეა წავიდა დემოკრატიისკენ. თურქმენეთი არის ბოლო ადგილზე, ჩრდილოეთ კორეა ბოლოდან მეორეზე. ანუ ჩრდილოეთ კორეაში თავისუფალი სიტყვა გუგუნებს ახლა. თუ იქ თურქმენეთში მოხდა რამე უბედურება. მე მგონი ეგ მეორე უფრო. მე თურქმენეთს ვადევნებ ხოლმე თვალყურს ხანდახან და ვიცი იმათი პრეზიდენტი რაღაცას რეპავს იქ. თან მღერის, თან ქვეყანას მართავს. მოკლედ სრული ავტოკრატია და 43 წიგნი აქვს დაწერილი აქედან მე მგონი რამდენიმე ცხენებზე თუ ყველა ცხენებზე თუ რა ცხენებიც უყვარს. რაღაცები ხდება იქ საშინელი კონდიციონერები აკრძალა ზაფხულში. ხო, მაგრამ ჩრდილოეთ კორეამ ბრაზილიასთან რომ წააგო ფეხბურთში, აჩვენეს მარტო ის ერთი გოლი, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ გაიტანა და მოიგეს ეგ თამაში. ხო, ეგ მართლა მწვერვალია. სიტყვისთან როგორ გადაასწრო? თურქმენეთში რა გააკეთეს? ძნელი წარმოსადგენია. რაღაც საქანეს უარეს. შეიძლება 0-0 დამთავრდა რომელიმე მატჩი და მოიგეს. შეიძლება არ უთამაშიათ და ისე მოიგეს. მოიგონეს რომ მოიგეს. ამ სოფლიო ჩემპიონები არა შეიძლება ასე იციან ახლა. კაი, რამე საინტერესო თემა გაქვს კიდევ. ესტონეთზე ისაუბრე და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ანუ პუტინი და ესტონეთის პრეზიდენტი შეხვდნენ ერთმანეთს და შეხვედრის დასრულების შემდეგ ესტონეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება და ვციტირებ. მე არ ველოდი რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ანუ საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობს. მე არ ველოდი რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსამდე მივიდოდით. პატივისცემის მიუხედავად საკუთარ აზრზე დავრჩი, ისევე როგორც ჩემი თანამოსაუბრე. ანუ ესტონეთის პრეზიდენტმა უთხრა პუტინს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% გაქვთ ოკუპირებულიო. პუტინმა უთხრა ვერ დაგეთანხმებიო და დაიშალნენ ისე. რამე პოზიტიური არ გაქვს ანუ? არა, მაგრამ შემიძლია უფრო სევდიანი წავიკითხო.
მოხდა, ის წინა გამოჩნდება უფრო პოზიტიურად რა. გამოუშვი. სირიის ეკონომიკის მინისტრმა სამერ ალ-ხალილმა განაცხადა, ციტირებ: "ვფიქრობ, შევძლებთ შემდგომშიც განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ეკონომიკური ხელშეკრულებების ფარგლებში. ჩვენ შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები დიდია." რა შესაძლებლობები დაინახა ოკუპირებულ, არაღიარებულ ქვეყანასთან, ღარიბ ქვეყანასთან თანამშრომლობაში? როგორ გითხრა ეხა მიშა? სირიაში ყველაფერი არის მიწასთან გასწორებული. ყველა შენობა დანგრეულია. საითაც არ უნდა გაიხედო, პოტენციალს ყველგან დაინახავ რა. არ გეფარება არაფერი. საწყალისი. ამ უბედურ ნოტზე დაგემშვიდობები, ჯავა. დიდი მადლობა, მომავალ შეხვედრამდე. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ გინდათ ნახოთ ჩვენი ვიდეოები, დაალაიქეთ ჩვენი პეიჯი. თუ არ გინდათ ნახოთ, მაინც დაალაიქეთ და ვიდეოები რომ ჩაერთვება თვალები და ხუჭი.